გიორგის ასევე პირადად ვიცნობთ ძალიან დიდი ხანია და ვთვლით რომ ძალიან პატრიოტი ადამიანია და ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან რთული საკითხი რომ შეიძლება რუსეთში გადასცენ ხო ოკუპანტ რუსეთში და ამიტომ ესე დავგეგმეთ მოკლედ რა აი ეს სხვადასხვა ჩვენ აქ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ სხვადასხვა დაუშვათ აქტივისტიც რომელიც ასევე ველოდებით კიდე სხვა ორგანიზაციები და რაღაც ესე ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ მივმართოთ ბატონ პაშინიანს თხოვნით რა თქმა უნდა განცხადება მაქვს შეტანილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით უშუალო კომუნიკაცია სახელმწიფოსთან არ მქონია ვიცი რომ ისინი მუშაობენ კონკრეტულ საკითხზე მაქვს იმედი რომ მალე შეძლებენ გამოიყვანონ გიორგი და დააბრუნონ საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის დიახ. სომხეთში დაიჭირეს იმის გამო რომ სრულად არაღიარებულმა და კვაზი სახელმწიფომ დონბასის რესპუბლიკამ და მისმა სასამართლომ გასცემაზე დაჭერის ბრძანება და როგორც ჩანს სომხებს ეს არ ვიცი რატო გაეპარათ ან რა მიზანს ემსახურება ალბათ ამაზე შესაბამის კომენტარს გააკეთებ სომხეთის სახელმწიფო, მაგრამ იქამდე ჩვენ აქ თბილისში სომხეთის საელჩოსთან ვითხოთ იმას, რომ სრულად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლონ, რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება პირის ექსტრადიცია ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ კი არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ იგი შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არა ადამიანურ მოქმედებას. აი ესეც სახელმწიფოში. ვინაიდან საქართველოს მოქალაქე უკრაინაში სხვა საქართველოს მოქალაქეების მსგავსად იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ყველა კარგად ვიცით, რომ ასეთი საფრთხე არა თუ არსებობს, ის ძალიან რეალურია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სომხეთი არ გადასცემს ჩვენ მოქალაქეს რუსეთს და ზოგადად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ჩემს საქართველოს მთავრობაც უნდა, ასე ვთქვათ, თხოვდეს ამას სომხეთის მხარეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დღეს არალეგიტიმური მთავრობა ყავს, რომელიც საქართველოს ინტერესებს საერთოდ არ დაადარდებს, ხოლო დღეს ჩვენ როგორც მოქალაქეები ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და მათ შორის მივმართავთ სომხეთს, როგორც ჩვენ მოძმეერს და პრემიერ ფაშინიანს რომ არ გადასცეს საქართველოს მოქალაქე რუსეთს და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და ზოგადად ქვეყნის პოზიცია. ხელისუფლების მხრიდან არც ერთი გადადგმული ნაბიჯის არ მჯერა, პირიქით ყოველთვის მაქების შიში რომ ისინი უარეს გააკეთებენ და უარესი არ გააკეთონ.